აგვართმევს თუ არა ჩვენს სამსახურს. ახლა ვიცი კონკრეტულად ChatGPT თუ რომელი ბრენდი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი უდიდეს რამეს ჩემი აზრით ჩაანაცვლებს კაცობრიობის თუ ჩვენ საბოლოო ჯამში იქამდე მივვალთ რომ ჩვენი დროის უდიდესი ნაწილი არ დაიხარჯება ისეთი ტექნიკური რაღაცების კეთებაზე რომელიც არც ჩვენ არც არავის სიამოვნებას არ ანიჭებს ეგ პირიქით ანუ შენ ამბობ რომ ხელოვნური ინტელექტი დისტილირებას მოახდენს საბოლოო ჯამში რაც ჩვენი არ არის და არ საჭიროებს მაინდა-მაინც ჩვენ ჩართულობას და ჩვენ დაკონცენტრირებით ადამიანობაზე კარგ რამე არ ვამბობ რომ ამას მოახდენს მოდი ასე გავაკეთოთ რომ მოეხდინოს უფრო ამას ვამბობ ხო იმიტომ რომ ძალიან მოდი დავფოკუსირდეთ რომ ეს შესაძლებლობას ეს იძლევა რა თქმა უნდა ამის ალბათობა რომ ძალიან ბევრი სხვა კომპონენტზე არის დამოკიდებული ასე გამოგვივა თუ რაღაცა გამანადგურებელს ვისავთ იმიტომ რომ ეხლა დაიდო MIT-ის კვლევა რომელიც ჯერ სხვადასხვა მე მგონი არ არის peer reviewed, ანუ არ არის ჯერ გადამოწმებული, მაგრამ იმდენად ისეთი ის იყო, რომ ტვინს აკვირდებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დავალება მისცეს ესეის დაწერა ბავშვებს MIT სტუდენტებს. ერთს უთხრეს მისცეს უფლება, რომ გამოეყენებინა Google, მეორეს ChatGPT და მესამეს არ ქონდა უფლება არც ერთის გამოყენების. და აკვირდებოდნენ დროთა განმავლობაში მათი ტვინის აქტიობა აი იმ კორტექსში როგორი იყო და საოცრად ამცირებს ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენს ტვინის აქტიობას და ნეირონები თუ არ ინთებიან ხშირად neurons that fire together wire together ანუ თუ არ აინთნენ ერთად ისინი კვდებიან ანუ კავშირებს კარგავენ